არანაირი აზრი არ აქვს ძველ ქართულ ენაზე ლოცვის კითხვას, რომლის ნახევარიც არ გესმის და ნახევარზე მეტიც კიდე. არანაირი აზრი მას არ აქვს. მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებლურ ეკლესიებში წირვებით ძველ ენებზე ტარდება, არის ის, რომ ეს ეკლესიები საკუთარ თავში ინახავენ ტრადიციას, ანტიკურობას, სიძველეს, რაც მოდერნისტულ ეპოქაში ადამიანებს არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, როდესაც შედიან და წირვას ესწრებიან, სწორედ ამ სიძველის თანაზიანი ხდებიან. ამ მიზეზიდან გამომდინარე მართლმადიდებლურ ეკლესიებში წირვები ყოველთვის არქაულ ენებზე ტარდება, მაგალითად ქართულში ძველ ქართულად, ბერძნულში ძველ ბერძნულად, ხოლო სლავურ ეკლესიებში სლავონურად. შეიძლება ეს ენები ადამიანებს მართლაც არ ესმოდეთ, მაგრამ მათ ამ ენების სწავლა ჩვეულებრივად შეუძლიათ. ეკლესია ამგვარ ანტიკურობას საკუთარ თავში უკვე 2000 წელია რაც ინახავს, ხოლო ადამიანები, ვინც ეკლესიაში მიდიან, ვალდებულნი არიან, რომ თავად თვითონ გაწიონ შრომა და ისწავლონ ეს ენები. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ეკლესიის მოდერნიზაცია არ ამრევლის რაოდენობას ზრდის, არამედ მის შემცირებას ეწევა, არის ვატიკანის მეორე კრება. მაგალითად, ვატიკანის მეორე კრების შედეგად, რომელიც 1960-იან წლებში ჩატარდა და მიზნად ეკლესიის მოდერნიზაციას ისახავდა, რითაც მას ეკლესიის წიაღში უფრო მეტი ადამიანი უნდა შემოეყვანა, რეალურად ეკლესიის წინააღმდეგ შემოbrunდა. რადგან ვატიკანის მეორე კრების შემდეგ ტრადიციული ლათინურ ენაზე დაწერილი მესა ჩანაცვლა ნოვოს ორდუთ თანამედროვე ენებზე დაწერილი მესით, რამაც გამოიწვია კათოლიკურ ეკლესიაში მორწმუნეთა რაოდენობის მესიდან განდევნა. მაგალითად, თუ ვატიკანის მეორე კრებამდე კათოლიკურ ეკლესიაში მესას ბრევლის 75% ესწრებოდა, ვატიკანის მეორე კრების შემდეგ მესაზე დამსწრეთა რაოდენობა დაახლოებით 39%-მდე დაეცა. მაგრამ შენ ამ ყველაფერზე წარმოდგენა არ გაქვს, რადგან შენ გეი ქრისტიანობას გადაგებ და ტრადიცია და ანტიკურობა შენთვის საერთოდ უცხოა. ანუ მიდიხარ ტაძარში, იკითხება ძველ ქართულ ენაზე ლოცვა, რომელიც პრაქტიკულად არ გესმით. რამდენიმე ადამიანი გაკეთებს ძირითადად ყველაფერს, დანარჩენები აი ესე დგანან ფეხზე რამდენიმე საათი, იმიტომ რომ ფეხი თუ არ აღტკიო და ისე ღმერთს არ ესმის შენი, აი ესე დგანან. მერე მივლენ, აი პურს და ღვინოს შეჭამენ და აი დამთავრდა ეს არის ეს გონიათ რომ აი ბეზი არის. ჩვენ და ეს გონიათ ეკლესია და ეს გონიათ შეკრება. ისი ეს ცინიზმი მაგონებს ერთ-ერთი გეი პროტესტანტი პასტორის ვიდეოს, რომელიც იესოს ლოცვის წაკითხვის გამო მართლმადიდებელ ქრისტიანებს დაცინის. აი ეს ვიდეო ასე გამოიყურება. Lord Jesus Christ, Son of God, have mercy on me the sinner. Lord Jesus Christ, Son of God, have mercy on me the sinner. Lord Jesus Christ, have mercy on me the როგორც ხედავთ, აი ეს ორი პატერნი ზუსტად ერთი და იგივეა და არც ოღონდ ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ისინი მართლმადიდებლურ ეკლესიას დაცინიან იმის გამო, რომ მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს რეალურ ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიას. ეს არანაირი კავშირი არ არის ეს ყველაფერი ქრისტიანობასთან. მორწმუნეები, როდესაც იკრიბებოდნენ, ისინი მსჯელობდნენ და ღვთის შემეცნებაში ვითარდებოდნენ. პური და ღვინო კი იყო სიმბოლო ამ შეკრების და არა ის, რომ პურ და ღვინოში ხდებოდა ზიარება. ზიარება ხდებოდა რწმენაში. ეკლესიაში ყველა ადამიანს ჰქონდა თავისი ფუნქცია. ზოგი წინასწარმეტყველებდა, ზოგი წერილს განმარტავდა, მსჯელობდნენ, ერთმანეთში საუბრობდნენ. ეს იყო ეკლესიის შეკრება. და მთელი ამ შეკრების ეპიცენტრში იყო იესო ქრისტე. და დღეს კიდე აი მაგიად და რიტუალად არის გადაცეული ყველაფერი. პური და ღვინო არის ეპიცენტრში, გაიძახია რომ აი ამას რომ მივიღებთ ეს არის თურმე ქრისტეს ზიარება, ანუ ის პური და ღვინო პირდაპირ მნიშვნელობით ლიტერალურად იესოს სისხლი და ხორცია თურმე. და ტაძარში რომ წარმოიქმნება რაღაც მაგიური სიტყვები, ამ დროს ხდება გარდაარსება, ანუ პური და ღვინო გადაიქცევა იესოს სისხლად და ხორცად. და არა მეგობრებო, ზიარება რეალურად სისხლის და ხორცის ნიშნავდა რწმენას. სისხლი ნიშნავდა იესოს ჯვარცმას, ხორცი კი მის განკაცებას, აღდგომასა და ამაღლებას. ხო კარგად მოისმინეთ მისი სიტყვები. ამ ფსევდოინტელექტუალის მტკიცებით ზიარება ადრეულ ეკლესიაში ადამიანების მიერ არა ქრისტეს რეალური სისხლის და ხორცის მიღება, არამედ უბრალოდ რწმენაში ზიარება იყო, რომელიც უბრალოდ პურისა და ღვინის ჭამას წარმოადგენდა, რომელსაც არანაირი კავშირი ქრისტეს რეალურ სისხლთან და ხორცთან არ ჰქონდა. მაგრამ ამ ფსევდოინტელექტუალის ტყუილებისგან განსხვავებით, მოდი ვნახოთ რა სიძახდა რეალურად ანტიკური ეკლესია. მაგალითად, ავიღოთ პირველ-მეორე საუკუნეში მოღვაწე ისეთი წმინდანები, როგორებიც იუსტინე წამებული და ირინეუს ლეონელი იყვნენ. და ვნახოთ რეალურად რას გვეუბნებიან ისინი, თუ რაც მიიჩნევდნენ ადრეული ქრისტიანები, როდესაც ისინი ზიარების დროს პურსა და ღვინოს იღებდნენ. ჩვენ ამ პურსა და ღვინოს ჩვეულებრივ საჭმელს ასმელად არ მივიჩნევთ. როგორც ჩვენო მაცხოვარმა იესო ქრისტემ ღვთის სიტყვით რეალური ხორცი და სისხლი შეისხა ჩვენს გადასარჩენად, ასევე გვასწავლეს, რომ ლოცვით კურთხეული ეს საკვები არის იმავე განკაცებული იესოს რეალური ხორცი და სისხლი. როდესაც ღვინო და პური ლოცვით ღვთის სიტყვას იღებს და ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაიქცევა, რითაც შემდეგ ჩვენი ფიზიკური სხეული იკვებება და ცოცხლობს, როგორ შეუძლია ვინმე თქვას, რომ ჩვენს სხეულს არ შეუძლია მიიღოს ღვთის უდიდესი საჩუქარი, ანუ საუკუნო სიცოცხლე. როგორ შეიძლება დაიღუპოს სხეული, რომელიც თავად უფლის ხორცით და სისხლით საზრდოობს და მისი ნაწილია. აი ასე მიაჩნდა ზიარების არსი ადრეულ ეკლესიას. ხოლო 2000 წლის შემდეგ ეს ფსევდოინტელექტუალი გამოდის და იძახის, რომ ეს არ რეალური სისხლი და ხორცი, არამედ უბრალოდ პური და ღვინოა. თუ გინდათ რომ რეალურად გაიგოთ თუ წინამდვილეში რა საფუძვლებზე დგას მართლმადიდებლური ეკლესია, წაიკითხეთ პირველ წყაროები და შეეშვით ასეთი ფსევდოინტელექტუალების და პათოლოგიური მატყუარების მოსმენას.